მე მარიტა ვარ და უკვე მე-6 წელია რაც მუშაობ ძმუისის საჯარო სკოლაში. დავდივარ თბილისიდან და პროგრამა ასწავლე საქართველოს ფარგლებში, ვასწავლე ჩვენ სკოლაში ინგლისურ ენას. არ მინდა რომ ეს სოფელი დაიცალოს პირიქით. მინდა რომ იყოს ჟრიამული სავსე, როცა ვიღაც ხმაურობს და რაღაცას აკეთებს სოფელში, განსაკუთრებით მიხარია, იმიტომ რომ იგრძნობა ის რომ შეიძლება ტემპი აქ აჩქარდეს და დაბრუნდეს ის ძველი აქტიური ცხოვრება, როგორც ადრე იყო. Როდესაც დავიწყე მუშაობა, დაახლოებით აქ იყო 7-8 მოსწავლე და ხშირად მშობლები ამჯობინებდნენ, რომ სხვა სკოლაში გადაეყვანათ თავიანთი შვილები, იმიტომ რომ მათ არ ჰყავდათ მაგალითად ინგლისური ენის მასწავლებელი 2 წლის განმავლობაში და ეს იყო დიდი დაბრკოლება მშობლებისათვის, მაგრამ როდესაც ჩვენ აქ უკვე სტაბილურად დავიწყეთ მუშაობა, აი მათემატიკის მასწავლებელიც მაგალითად ქალაქიდან დადის ქუთაისიდან და ჩვენ როცა დავიწყეთ სტაბილურად მუშაობა, მშობლებმა დააბრუნეს ბავშვები აქ. ეს არის დედაჩემის დედის სოფელი, სადაც ზაფხულებს ვატარებდი ხოლმე ჩემი ბავშვობიდან და ამიტომ განსაკუთრებული ეს მოგონებები და ძლიერი სიყვარული მაკავშირებს ამ სოფლის მიმართ. ჩემი ზაფხულები ფაქტობრივად აქ მაქვს გატარებული. მინდა რომ გადავარჩინო. როგორც შემიძლია. ყველა ამას აკეთებს ამ სოფელში, ვინც აქ მუშაობს, დიდი იქნება პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ყველა ზუსტად ამას ცდილობს, რომ როგორმე რაც შეგვიძლია ჩვენი რესურსებით გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ აქ სახლები აღარ დაიკეტოს და აქ სახლის კერებში ის ჟრიამული რაც ერთ დროს იყო, აღარ შეწყდეს და რომ ისევ იხმაურონ ბავშვებმა, ისევ გააკეთონ ბებია-ბაბუებმა ჩაი, ისევ მოიწვიონ სტუმრები და ასე შემდეგ. სოფელში მუშაობა არ მიმაჩნია, რომ ეს ჯოჯოხეთია. დღეს ეს აუცილებლობა გვაქვს, რომ ხვალ უკეთესად ვიარსებოთ და ხვალ უკეთესად ვიყოთ. ცენტრალური გზა არის მთავარი პრობლემა, რის გამოც მოსახლეობა ტოვებს სოფელს. და ყველაზე მეტად ეს გვინდა რომ ეს ინფრასტრუქტურა იყოს სოფელში ისეთი კარგი რომ აქ იცხოვროს ადამიანმა და შემდეგ უკვე აქედან თავისუფლად შეიძლება ახლოს არის როგორც ტყიბული ასევე ქუთაისი რომ აი აქ იცხოვრო და ვთქვათ სამუშაოდ წახვით იარო ქალაქში თავისუფლად შესაძლებელია კარგი გზის შემთხვევაში ზუსტად ეს მინდა რომ საქართველოში შეიქმნას ისეთივე კომფორტი, როგორც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლებშია და ყველაზე მთავარი რომ ადამიანური სამუშაო პირობები შეიქმნას და დაზღვეული იყოს, აი არ ეშინოდეს წვიმის და ქარის, რომ მოსავალს გაუფუჭებს. იყვნენ ისინი დაზღვეულები ამ მსგავსი ტიპის საშიშროებებისგან და მინდა რომ და გამოსავლადაც ეს მიმაჩნია, რომ სოფლის მაცხოვრებლებმა უფრო მყარად უნდა იგრძნონ თავი მიწაზე, უფრო სტაბილურად და დაცულად უნდა იგრძნონ თავი. პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხრიდანაც და ასევე მეზობელი რომ გყავს, ხო პირველი მეზობელი გეხმარება ზუსტად როდესაც გიჭირს და მეზობელი თუ არ გყავს ადამიანს კარგი მეზობელი მართლა როგორ არის ფრაზა, ცუდი მეზობელი, კარგ ნათესავს ჯობიაო. ხო, იმიტომ რომ პირველი ზუსტად მეზობელი გეხმარება და როცა რაღაცა გასაკეთებელი ყველაფერზე სახელმწიფოს მთავრობას მართლა ხო ვერ დაუძახებ დასახმარებლად მეზობელთან ერთად გახვალ და მაგალითად იმ მილს გაასწორებ, იმ კალაპოტს მისცემ მდინარეს. ამიტომ გამოსავლად მიმაჩნია ერთიანი ზრუნვა, ჰარმონიული ერთიანი ზრუნვა იმ ყველა პრობლემაზე, რაც გვაქვს. ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს ვერც ერთი, ვერც ორი ადამიანი, ვერც ერთი ინსტიტუტი, ან ვერც მხოლოდ მოსახლეობა, საჭიროა ერთობლივი მუშაობა და გაერთიანება იმ ერთი მიზნისკენ, რასაც ძლიერი სოფელი და ქალაქი გულისხმობს. და შემდეგ ეს რა თქმა უნდა ძლიერ სახელმწიფოსაც უდრის. სახელმწიფო არ არსებობს ცალკე განყენებული ჩვენ ვქმნით ზუსტად ერთიან საქართველოს.